ბიზნესი და კაპიტალი, მოსალოდნელი ეკონომიკური ცვლილებები. სტრატეგია, იმპორტი, ექსპორტი, ვალუტა, ანალიზი და პროგნოზი ეკონომიკის ექსპერტებისგან. 4 შაბათს 19 საათზე ტალღაზე 103. ჩვენ მსჯელობთ კვირის მთავარ ფინანსურ ასპექტებზე. Talk-show კვირის ეკონომიკური ანალიზი ვახტანგ ჭარაიასთან ერთად. თქვენ უსმენთ Talk-show-ს კვირის ეკონომიკური ანალიზი ვახტანგ ჭარაიასთან ერთად ტალღაზე 103. მედეფემის ეთერში კვირის ეკონომიკური ანალიზია, მოგესალმებით, მე მისი წამყვანი ვახტანგ ჭარაია. შეგახსენებთ, რომ დღეს ჩვენი სტუმარი არის საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ბატონი მიხეილ ჭელიძე. ბატონი მიხეილ, მოგესალმებით. რადიო მსმენელს. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. თემა, რომელიც ჩვენ დღეს დავსახეთ, ესე ვთქვათ, საუბროდ, არის ძალიან აქტუალური და იმედი მაქვს, ჩვენი მსმენელები ძალიან დაინტერესდებიან ამ თემატიკით. საქართველოში, როგორც ვიცით, მცირე და საშუალო ბიზნესის კუთხით გარკვეული წინსვლა გვაქვს ბოლო წლების განმავლობაში, შეიძლება ბოლო 10 წლების განმავლობაშიც კი ავიღოთ, თუმცა არის გარკვეული ხარვეზებიც, რომელიც გამოსწორებას საჭიროებს. ეს პრობლემები არის როგორც ბიზნესის მხრიდან, ასევე სახელმწიფოს მხრიდან. თუმცა აქვე შეიძლება ითქვას მეორე მხარეც, რომ იგივე ბიზნესის მხრიდან და სახელმწიფოს მხრიდანაც არის ძალიან ბევრი პოზიტიური ნაბიჯი გადადგმული, რომელიც ჩვენ იმედს გვაძლევს იმისა, რომ საქართველოში შესაძლებელია ეს სფერო მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდეს. თუ შეიძლება რომ მოგვახსენოთ ამ საკითხების შესახებ, ბატონო მიხეილ. კი ბატონო, სიამოვნებით. პირველ რიგში დავიწყებ სტატისტიკით, დღეს რა მდგომარეობაც არის, ასე ვთქვათ, რეგისტრაციის კუთხით. მთლიანი რეგისტრირებული საწარმოებიდან 96% არის მცირე და საშუალო და დანარჩენი 4% არის მსხვილი. მაგრამ ეს მხოლოდ რაოდენობრივია და თუ ავიღებთ თანხობრივად იგივე მონაცემებს, ანუ 20% არის ბრუნვაში, მთლიან ბრუნვაში 20% არის მცირე და საშუალოსი და 80%-ია მსხვილის. სწორედ აი აქ არის სამუშაო ამ 20%-ში, ანუ რეგისტრაციის კუთხით ნამდვილად არ არის პრობლემა, მაგრამ ბრუნვის კუთხით ბრუნვა გასაზრდელია ახლა. განვითარებულ ქვეყნებში პირიქით არის ხოლმე. პირიქით არის, ზოგადად ან 80-20-ზე იქ პირიქით არის. აქედან გამომდინარე გვაქვს შესაძლებლობა დასაქმების პრობლემებიც, იმიტომ რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ასაქმებს რეალურად. მცირე და საშუალო ბიზნესი არის მოხმარებას, რომელიც ზრდის ეკონომიკაში და მე ამას უკვე მოყვება ეკონომიკის ზრდა მთლიანობაში. აქ პოლიტიკურ ჭრილშიც, ეს არის ელექტორატი, ძლიერი ფენა, არჩევნებიც უკვე ვთქვათ, კარგად მიმდინარეობს. შესაბამისად, ორი მომენტს გამოვყოფ, ერთი არის თვითონ მეწარმულის სულის ამაღლება და ამ კუთხით ეტაპობრივად ნამდვილად იზრდება ქვეყანა და თუ შევადარებთ, 5 წლებად თუ დავყოფთ, ნამდვილად იზრდება რაოდენობრივად რეგისტრირებულები და ამას კიდე ხელს უწყობს ის გარემოება, რომ ძალიან გამარტივდა ზოგადად საწარმოს დარეგისტრირება. ერთ საათში შეიძლება და რაც ბოლო 10 წლის მანძილზე დაიწყო და ნელა ვითარდება. ამას ისიც ამსუბუქებს და ხელს უწყობს, რომ ფინანსის სამინისტროს სისტემაში გადასახადების ადმინისტრების კუთხით ძალიან დიდი ცვლილებებია, ასევე ბოლო 10 წლის მანძილზე, ანუ ელექტრონულ დეკლარირებას გულისხმობ, ელექტრონულ დოკუმენტაციას და ასე შემდეგ. მაგრამ პრობლემები გვაქვს გამოსავლიანობაში, ერთი მომენტია, რომ კი სტარტაპი ძნელია დაწყება ბიზნესის, იმიტომ რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ნაკლებია, მაგრამ თემა ისაა, რომ ვინც შეძლო და დაიწყო ბიზნესი, აი ამ კონტინგენტიდან გამოსავლიანობა არის ძალიან დაბალი, დაახლოებით 100 რეგისტრირებული საწარმოდან მაქსიმუმ 20% შეიძლება გადარჩეს პირველ წელს, რაც ძალიან დაბალია. აქედან გამომდინარე რისკები შესაბამისად მაღალია და ეს ბანკებაც იცის და როგორც წესი ბანკები სტარტაპს რომ სკონდეს უზრუნველყოფა თუ არა გაქვს შემოსავლები არაფინანსები. სამუშაო არის აქ ნამდვილად და მიზეზი ჩვენი ასოციაციის პრაქტიკიდან ჩვენიდან უფრო განათლების კუთხით ერთ-ერთი პრობლემა არის განათლება, სამეწარმო განათლებას გულისხმობ. რადგანაც რაც არ უნდა კარგი პიროვნებები იყვნენ ის, ვინც ბიზნესს აკეთებენ, არიან კიდევაც უბრალოდ შესაბამისი განათლება, საბაზისო განათლებაზე არის საუბარი, ნაკლებია და ხანდახან ისეთ
სტრატეგიულ შესწავლებს უშვებიან, რომელიც უბრალოდ ხუბავს ბიზნესს. აი მაგალითად შემიძლია ვთქვა, ხშირად ხდება ისეთი თემები, როდესაც შემოსავლების და მოგების აღრევა ხდება ერთმანეთში, ანუ შემოსავლები გონიათ მოგება და ინაწილებენ და შესაბამისად შემდეგ საბრუნავ სასწავლებლებზე. ეს ბიზნესმენებზე საუბრობთ, ხო ბატონო, შემოსავალს და მოგებას. ბიზნესმენებს, მე ამ შემთხვევაში საუბრობ ბიზნესის მხარეს და არის კიდე ანუ უმეტეს შემთხვევაში, როდესაც ბიზნესი აგებს, ანუ ხშირია დამფუძნებლობის მიზეზი არის ძირითადად, იმიტომ რომ უხეში ჩარევები ხდება და ანუ იქიდან გამომდინარე რომ დამფუძნებლები აქტიურად ერევიან, მით უმეტეს მცირე ბიზნესში აქტიურად ერევიან, აქ არ არის იმის კულტურა, რომ დაუშვათ დაიქირავონ მმართველი დირექტორი, რომელიც წაიყვანს საქმეს, ანუ დამფუძნებლები ერევიან უხეშად და შესაბამისად იქიდან გამომდინარე რომ შესაძლებელი განათლება არ აქვს, ბიზნესი ხშირ შემთხვევაში აგებს. აი ამ კუთხით გარკვეული ანუ სახელმწიფოს როლი მე ჩემი აზრით არის ამ ეტაპზე, ეკონომიკური განვითარების ამ ეტაპზე ძალიან მაღალი და ძალიან გარდაუვალია, რომ სახელმწიფო უნდა ჩაერთოს ამ პროცესში და რაც ყველაზე კარგია და მაიმედებელი ჩაერთო ნამდვილად. აი მაგალითად ბოლო 1 წლის მანძილზე მოგვიხსენებათ მიმდინარეობს მეწარმეთა განვითარების სააგენტოს შეიქმნა და ანუ აქტიურად აქვს რამოდენიმე პროექტი, რომელიც ასევე მიმართული როგორც ხვილი საშუალო და მცირე ბიზნესისთვის, ანუ რაც შეეხება მცირე ბიზნესისთვის მე გამოვყოფდი პროექტს, ანუ მიკრო ბიზნესის ხარდაჭერის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ანუ 5000 ლარიან გრანტებს და ამ 5000 ლარიდან 20%-იანი თანადაფინანსება, ანუ 1000 ლარიდან მეწარმეს უნდა გააჩნდეს, ფიზიკურ პირებზე აქ ძირითადად საუბარი და რაც ყველაზე მთავარი, ანუ თავიდან ეს პროექტი რო დაჟღერდა ბევრი მოწინააღმდეგე ყავდა იმ ვარიანტში, რომ ეგონათ რომ აქ მოხდებოდა რაღაც ფულის დარიგება უბრალოდ და არ მოხდებოდა არანაირი კონტროლი, მაგრამ ესე არ არის, ანუ სანამ მეწარმე მიიღებს გრანტს, მანამდე მან აუცილებლად უნდა გაიაროს შერჩევა, აუცილებლად უნდა შეიცვალოს ბიზნეს გეგმა და აუცილებლად უნდა მოხდეს მისი დატრენინგება იმ სპეციფიკიდან გამომდინარე, რა სპეციფიკაზეც აქვს მას განაცხადი და შემდეგ უკვე ხდება თანხის გაცემა და რა თქმა უნდა ხდება ანუ უკუგების დაჭერა, ანუ საწავი და ეს თანხა, მან აუცილებლად ძირითადი საშუალებები უნდა შეიძინოს 80% მაინც და ამის კონტროლი ხდება, არის ერთიანი სოფტი, ანუ პროგრამა, რომელშიც არეგისტრირებს ყველაფერს და ანუ კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან ძალიან მაღალია და ამ კონტროლსაც ახორციელებენ კერძო სექტორში. ანუ სახელმწიფომ რაც კარგია გაუშვა ეს ყველაფერი, კონტროლი, ტრენინგი, მონიტორინგი, ყველაფერი კერძო სექტორში, ანუ ტენდერი გამოაცხადა და საკონსტრუქციო კომპანიები, რომლებიც გამოცდილი არიან ამაში, აკეთებენ ამას და სახელმწიფოს უფრო გაცილებით იაფი უჯდება და აქედან გამომდინარე ხარისხიც უფრო მაღალია და თვითონ ანუ ამ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს პროგნოზი 3 წლის წლებში რო ავიღოთ 70% აქვს გამოსავლენ, რაც ერთ მანქანას რომ ეგრე მოხდეს, ძალიან მაღალი შედეგია ჩემი აზრით და ძალიან დიდი გამარჯვება იქნება თუ 70% მეწარმეების გადარჩა. ანუ მე ესე ვიტყვი, რომ თუ 20%-იც გადარჩა ამ მეწარმეებისგან, ესეც ძალიან კარგი შედეგია, იმიტომ რომ თლიანობაში ამ 3 წელიწადში ვარაუდობენ 70000 წელს 2015-20 მილიონი იხარჯება. თლიანობაში 3 წელიწადში 70 მილიონი იხარჯება. ანუ 70 მილიონიდან 20% გადარჩენილი, ჩემი განმსახედი, მაგრამ თუ 70% ძალიან მაღალი შედეგია, იმიტომ რომ წარმატებული ბიზნესი შემდეგ უფრო ვითარდება, ისხალს ასაქმებს და ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან კარგია. რაც მეორე არის კიდე აქვს ზოგადად წარმატებული მეწარმეს, როცა უყურებს ადამიანი, სხვა ადამიანსაც უჩნდება სურვილი რომ დაიწყოს ბიზნესი და ნელ-ნელა ეს ყველაფერი გამოიწვევს იმას, რომ სახელმწიფო ეხლა რო არის სახელმწიფო სტრუქტურებში ყველა ძალიან ეტანებიან, იმიტომ რომ იქ უფრო დაცულები არიან, იქ უფრო ხელფასზე არ არის პრობლემა, თუ მოგებაზე არ არის არაინტერესებთ იმათ, შესაბამისად ნელ-ნელა უკვე ეტაპობრივად, რა თქმა უნდა, წლები დაჭირდება მას, უკვე მეწარმოების სული ამაღლდება და უფრო მეტი ადამიანი დაიწყებს ბიზნესის კეთებას, რაც რა თქმა უნდა მისასალმებელია. ბატონ მიხეილ, დაგეთანხმებით ნამდვილად იმაში, რომ
ბიზნესის და მეწარმეობის ამ შემთხვევაში სტარტაპებზე ქონდა თქვენ საუბარი, სტარტაპების ხელშეწყობა არის ნამდვილად უმნიშვნელოვანესი და მას შემდგომ რაც ქვეყანაში გაჩნდება თუნდაც 1, 2, 3 ძალიან წარმატებული სტარტაპი, ძალიან წარმატებული ბიზნესი, ეს დიდი სტიმული იქნება სხვებისთვის, სხვა ბიზნესმენებისთვის და არა მხოლოდ ბიზნესმენებისთვის, არამედ შეიძლება თუნდაც იგივე სტუდენტებისთვისაც, ახალგაზრდა ადამიანებისთვისაც, რომლებმაც თავისი ადგილი ვერ იპოვეს, შეიძლება თუნდაც იგივე სახელმწიფო სამსახურში და შესაძლოა მათ არა აქვთ იმდენი განათლება, мотивация და ინფორმაციაც კი, რომ შეიძლება არა მხოლოდ სახელმწიფო სექტორში დასაქმდე, არამედ შეიძლება შენი ბიზნესი გააკეთო და იქით დაასაქმო სხვა ადამიანები, რასაც უკვე ძალიან ბევრი წარმატებული ქვეყანა, იგივე ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან აქტიურად იყენებს და ჩვენ შემთხვევაში საქართველოში რომ ავიღო დაუშვათ უნივერსიტეტები დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, იმიტომ რომ და თანხასაც კი უხდიან პოტენციურ დამსაქმებელს, რომ მისი სტუდენტები წაიყვანოს და ან დაასაქმოს, ან სტაჟირება გაიარონ ქართულმა სტუდენტებმა. არა და ჩემი აზრით პირიქით უნდა ხდებოდეს კომპანიები უნდა იყვნენ დაინტერესებულნი რომ მათ მიაწოდოს უნივერსიტეტმა ეს იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტი თუ კერძო სასწავლებელი საუკეთესო სტუდენტები რომ კონკრეტულ ესე ვთქვათ კომპანიებს მიეწოდოთ თუმცა რაც გვაქვს ეგ გვაქვს და ამერიკულ უნივერსიტეტებს თუ შევადარებთ იქ პირიქით აქცენტი არის გაკეთებული არა იმაზე რომ რამდენი მათი სტუდენტი დასაქმდა რომელიმე კომპანიაში არამედ მათმა სტუდენტებმა რამდენი სხვა სტუდენტი და სხვა ადამიანი დაასაქმეს ანუ საერთოდ სხვა მიდგომაა და იმედი ვიქონიეთ რომ მალე ჩვენ შევძლებთ ამ ეტაპზე გასვლას ნამდვილად. თქვენ ახსენეთ რომ პრობლემა დღეისთვის საქართველოში არის განათლება მიმართულებით მიუხედავად იმისა რომ დიპლომიანი ადამიანები შეიძლება სიმცირე ნამდვილად არ გაგვაჩნდეს ქვეყანაში და შეიძლება ყოველ ესე ვთქვათ მთლიანი მოსახლეობა რო ავიღოთ შეიძლება უმრავლესობას ახლა ზუსტი მონაცემი არ მახსოვს მაგრამ როგორც ვიცი 90%-ზე მეც დიპლომი გააჩნია. საშუალო სტატისტიკურად თუ გადავიანგარიშებთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხარისხი მათი ცოდნის და კვალიფიკაციის არის საკმაოდ დაბალი. თუ შეიძლება აი ამ პრობლემაზე უფრო დეტალურად რო ვისაუბროთ, რა საკეთებს სახელმწიფო ამ მიმართულებით, რომ გამოასწოროს ეს ვითარება. ან დაუშვათ იგივე თქვენი ორგანიზაცია თუ არის ამ ხრივ მიმართული, რომ ხელი შეუწყოს იგივე ბიზნესმენებს იქნება თუ დამწყებ ესე ვთქვათ მეწარმეებს მათი კვალიფიკაციის ამაღლებაში. კი ბატონო, ანუ აქ ორი მიმართულება არის, ანუ ერთი უმაღლესი ანუ აკადემიური განათლება და მეორე არის პროფესიული, ანუ დავიწყებ პროფესიული განათლებით, ანუ აქ განათლების სამინისტროში შეიქმნა პროფესიული განათლების განვითარების საკონდენსო საბჭო, რომლის ერთ-ერთი წევრიც სხვა ასე ვთქვათ წარმომადგენლობითია ეს საბჭო და ეს ერთ-ერთი წევრი ჩვენი ასოციაციაც არის, ხდება ანუ ხშირი ბევრ ქვეყანას დამართია ესეთი რაღაცა, რომ დაუხარჯიათ თანხები პროფესიულ განათლებაში, მოუმზადებიათ კადრები და ის კადრები არავის არ ჩერდება რეალურად. ან გაქცეულან საზღვარგარეთ. ხო, ან გაქცეულან საზღვარგარეთ, ან რეალურად შრომის ბაზარს უბრალოდ არ ჭირდება. ანუ არ არის მოთხოვნა იმ კადრზე. ეხლა არის მიდგომა სხვანაირი, ანუ ჩვენ ბიზნესიდან ხდება დაკვეთა, რომ სიტყვაზე ჭირდება წელიწადში 100 მკერავი სიტყვაზე, ანუ 100 მოდესავი და შემდეგ ხდება უკვე აი ამ ანუ ჯერ შესწავლა ხდება მოთხოვნის და მოთხოვნის შესაბამისად ხდება უკვე ამ ადამიანების დატრენინგება და განათლების მიცემა და ეს გარკვეულწილად გარანტიას იძლევა იმისა, რომ ის ადამიანები აუცილებლად დასაქმდებიან და აუცილებლად იქნება მათზე მოთხოვნა თუ რა თქმა უნდა ისინი ჩამოყალიბდებიან. ამ ეტაპზე ანუ ცოდნის გადაცემა ხდება შეგირდობის პრინციპით, რაც რა თქმა უნდა ხარისხი დაბალია, იმიტომ რომ ერთია პრაქტიკა, მაგრამ ანუ თეორია პრაქტიკის გარეშე რა თქმა უნდა არაფერი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პრაქტიკას თეორიის გარეშეც პრობლემატურია შესაძლოა ეს ორივე ავსებს ერთმანეთს, ანუ თეორია და პრაქტიკა ერთად, სწორედ ეს პროფესიულ საგანმანათლებლო სასწავლო შეუძლიათ ეგეთი ცოდნის მიწოდება, რაც გარკვეულწილად გაზრდის შრომითი ძალის ხარისხს და შესაბამისად ავტომატურად გაიზრდება იმ მომსახურების ან საქონლის ხარისხი, რომელსაც მცირე და საშუალო ბიზნესი აწვდის, იმიტომ რომ ხშირი არის ისეთი შემთხვევები, როდესაც იდება კაპიტალი ძალიან თავიდან ძალიან მაღალია, ასე ვთქვათ, ძალისხმევაც, მონდომებაც, მაგრამ ხშირია ხოლმე ისეთი შემთხვევები, როდესაც უკვე დასაქმებული შეცდომების გამო და დასაქმებული ვერ აწოდეს ხარისხს, ვერ ქმნის ხარისხიან პროდუქტს, აქედან გამომდინარე ილახება უკვე ბიზნესის სახელი და ის უკვე გარკვეულად პრობლემებს აწყდება. რაც შეეხება ანუ
განათლების კუთხით ახლა მე ზოგადად დაგეთანხმებით კი ძალიან ბევრი დიპლომიანი იყოს, მაგრამ აქაც გადასახედია ზოგადად, გათვლილი არ არის ზოგადად რამდენი ბიზნეს ადმინისტრატორი გვჭირდება, რამდენი ექიმი გვჭირდება ზოგადად, ამის ერთთლიანობაში დანახვა, ყველა თავის რაოდენობას, ეს კვოტები ჩემი აზრით არ არის ასე ვთქვათ, მორგებული ბაზარში გადაბრობას, იმიტომ რომ გაცილებით დიდი მიწოდებაა შრომის ბაზარზე, ვიდრე მოთხოვნაა რა. აქ მე უფრო პრობლემას იქიდან გამომდინარე ხედავ თვითონ მენტალური თემაა, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის დროსაც ხო ჩვენ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანა ვართ, პროფი, მოგრეთ ესე იძახდნენ, პროფესიული განათლება იყო სირცხველი, ასე ვთქვათ და ზოგადად დღეს ის მშობლები არიან, ვისი ჩულებიც ახლა სწავლის სასაკში არიან და შესაბამისად ისინიც ბლოკავენ და ზღუდავენ ამას და ყველა ასე ვთქვათ ცდილობს რომ უმაღლესი განათლება მისცეს შვილს და შეიძლება ის დიპლომიანი იყოს, მაგრამ საერთოდ არ უნდოდეს იმ ადამიანს ზოგადად ეს დიპლომი და ეს უმაღლესი განათლება დაუშვათ ურჩევნია რომ რაღაც თავისი ხელსაქმე ქნას და ამით იცხოვროს. ამ კუთხითაც სამდა განათლების სამინისტრომ დაიწყო და მე ვთვლი რომ მხოლოდ განათლების სამინისტროს აქვს ის ნებაც და რესურსი რაც თავარია რომ ეს ყველაფერი გააკეთოს და ეს კვლევები მიმდინარეობს ქვეყანაში მთლიანად შრომის ბაზრის კვლევა რაც აქამდე კაიხანი არ გაკეთებულა ზოგადად რაიონების მიხედვით რაც ყველაზე მთავარია 66 რაიონია რაიონების მიხედვით რა შრომის ძალას ფლობს საქართველოს ამის ციფრები დაიდება ზოგადად ეს ძალიან მნიშვნელოვანია და შემდეგ უკვე აქედან მოხდება რა გვაკლია რა უფრო მეტი გვჭირდება და რაღაცა ესეთი პროგრამების განხორციელება და გაშვება უფრო ეფექტური იქნება ჩემი აზრით. სხვა მიმაჩნია რომ ყველაფერს ჩვენ ვერ გავაკეთებთ, არასდროს ერთი რაღაცა რომ ყველაფერს აწარმოებდე, ყველაფერს ქმნიდე, ხომ? შესაბამისად პრიორიტეტების განსაზღვრა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამ პრიორიტეტების განსაზღვრაში კი ახლა ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, როდესაც რაც ბაზარზე მოთხოვნა ის ადეკვატურად იმის განვითარება ხდება ბიზნესის მხრიდან, მაგრამ აქ არის შეიძლება იყოს ჩასატარებელი სერიოზული პრობლემები, რომელიც ძალიან ძვირი ღირს და ესე კონტექსტიდან ამოგლეჯილი კვლევები ან მთლიანობაში, ამას მე შეკრება ჭირდება, ამას ჭირდება ორგანო, რომელიც ამას გააკეთებს. ბიზნესს ამის რესურსი ნამდვილად არ გააჩნია. შესაბამისად, პრიორიტეტების განსაზღვრა და თამაშის პირობების განსაზღვრა ეს სახელმწიფოს მოვალეობა უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე და იქიდან გამომდინარე მე უკვე დავუშვათ ტურიზმი რა თქმა უნდა სასახად ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს სოფლის მეურნეობაც რა თქმა უნდა არის კიდევ და სოფლის მეურნეობაც ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს და ეტაპობრივად უნდა მოხდეს მე ამ სტრატეგიით. ამ ბოლოს გაჟღერდა და პრემიერ-მინისტრის განცხადება რომ უნდა მოხდეს ჩანაცვლება ასე ვთქვათ იმპორტირებული საკვები პროდუქციის. ახლა აქაც ძალიან კარგი ინიციატივაა ჩემი აზრით, მაგრამ განხორციელება ამისი იმ თვალსაზრისით რომ ყველაფერი ნათქმა უნდა ყველაფერი ვერ შენაცვლება რა არის გარკვეული პროდუქცია რომელსაც უბრალოდ ვერ ვაწარმოებთ მე ვთვლი რომ პირველადი მოხმარების პროდუქცია ჩვენ დაახლოებით ჩვენ ასოციაციამ ყველა ჩავატარეთ დაახლოებით 8 ერთეული ავიღეთ ეს არის დავუშვათ ხახვი, კიტრი, პომიდორი დაახლოებით ძირითადი მოხმარების და $1,200,000 გადის ქვეყნიდან წელიწადში იმპორტით შემოდის. წარმოიდგინეთ, აი მხოლოდ ეს 8 პროდუქტი რო ჩანაცვლდეს, ადგილობრივ წარმოუდგენლად, რა თქმა უნდა, წლებში, დავუშვათ ვთქვათ, რომ 5 წელიწადში ეს პროდუქტები ჩანაცვლდება, ხო? აქ არ უნდა მოხდეს უხეშ ჩარევი და საბაზოზე ტარიფის გაზით და რაღაცა ეგ გამოიძოს პროდუქტის გაძვირება. არა, უბრალოდ სუბსიდირების ამ დარგით, და შენახვის ინფრასტრუქტურის. კერძოდ უნდა შეგვეძლოს სეზონზე მოყვანილი იაფი პროდუქციის შენახვა და არასეზონზე ამის გაკეთება. აი ეს ინფრასტრუქტურა თუ ჩამოყალიბდა ეს პროდუქცია ჩანაცვლება, წარმოიდგინეთ ხა სოფელში რომ დარჩეს $1,200,000 საქართველოსთვის ეს ძალიან დიდი თანხაა და ძალიან გამოიწვევს ამ რეგიონის გამოცოცხლებას და მოხმარების გაზრდას და თვითონობაში ეკონომიკის განვითარებას. ტურიზმიც შეგვიძლია გარკვეული ინფორმაცია მოგაწოდოთ, აქაც გარკვეული ცვლილებებია მეწარმეთა განვითარების სააგენტოს კუთხით.
შესაბამისად რა იგეგმება, ანუ მინიმუმ 3 ვარსკვლავიანი სასტუმროების ბრენდირებული სასტუმროების ბრენდების შემოყვანა საქართველოში ისო მეწარმეების მხრიდან და ანუ მოგეხსენებათ რომ ანუ ბრენდირებული სასტუმრო შემოყავს ანუ ამისთვის საკომისიო უნდა გადაიხადონ რომელსაც ეგრეთ წოდებული ფრანჩიზა ქვია და ამ ფრანჩიზაზეც ერთი წლის განმავლობაში გადაიხდის მეწარმეების განვითარების სააგენტო და ეს რაც გამოიწვევს ანუ ხშირია პრობლემა როდესაც კი საქართველოს ჩამოსვლა უნდათ ძალიან მიმზიდველია, მაგრამ ყოფილა ის შემთხვევები, როდესაც დაუჯავშნიათ სასტუმრო, ჩამოსვლამ და ის არ დახვედრიათ, რასაც ელოდნენ. ანუ სერვისის კუთხით გვაქვს პრობლემები. აქედან გამომდინარე, ეს გარკვეულწილად ბაზარს დაიცავს, ანუ ეს სტანდარტი, რომელიც ანუ ამ ბრენდს მოყვება და ვალდებულება რომ ამ სტანდარტის მიხედვით მოხდეს მომსახურების მიწოდება, გარკვეულწილად სერვის გაზდის. ეს ახლა შეიძლება მამულმა თქვას და ანუ შეიძლება დავიდანხმო, რომ უფრო მსხვილ ბიზნესმა შეიძლება შეძლოს ეგ, მაგრამ საშუალო ბიზნესიც ნამდვილად შეძლებს, მაგრამ რაც შეეხება მცირე ბიზნესს, როდესაც ესეთი ანუ შედის რაიონებში, თუნდაც დიდ სოფლებში ესეთი სასტუმროები იმას ყოველთვის მოსდევს ინფრასტრუქტურის განვითარება, ანუ გზების განვითარება და ეს ინფრასტრუქტურა უკვე ავითარებს მიანობაში რეგიონის დაცვას. რა თანხებზეა საუბარი ბატონ მიხეილ ხო გეტყოდით, აი რა ჯდება მსგავსი ტიპის სამვარსკვლავიანი სასტუმროს აშენება რეგიონში ან თუნდაც ქალაქებში, დედაქალაქში თუნდაც. ანუ მე ესე ზუსტ ციფრებს ვერ მოგახსენებთ, მაგრამ ჩემი აზრით დაახლოებით $300,000 ეკვივალენტი ლარში საკმარისი უნდა იყოს, რომ მინიმუმ ესეთი. ანუ აქ არ არის საუბარი დაუშვათ 100 ვარსკვლავიან, აქ არის 15 და 20 ნომრიან სასტუმროებზე, მაგრამ კლასით მაღალი, ანუ სერვისით მაღალი რა. ხოდაშორის დატვირთვის კუთხითაც ბრენდირებული სასტუმროები ბევრად უფრო დატვირთულია, ვიდრე არაბრენდირებული, როგორც ვიცი, ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვა თბილისში, ну სადაც ყველაზე მეტი სასტუმრო გვაქვს, მსგავსი ტიპის, არის დაახლოებით 75%, რაც ევროპის მასშტაბით საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია, იმის თქმა მინდა, მაშინ როდესაც არაბრენდირებული სასტუმროების დატვირთვა 40-55%-ის ფარგლებში მერყეობს, როგორც ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა ამ დღეებში. ასე რომ ნამდვილად კარგი ინიციატივაა თუ მოხდება უფრო მეტი ბრენდირებული სასტუმროს დახალისება. თავისთავად. ანუ ეს იქიდან არის გამოწვეული, რომ ანუ უცხოელი ტურისტი ხა, როდესაც ძირითადად ხა booking.com-ით ხდება, ანუ რას ახლა არ იცის პირველად გაიგო საქართველოს ჩამოსვლა, ანუ მისთვის რამოდენიმე ინდიკატორი, ანუ შევიდა, ვარსკვლავი ნახა, სურათები დაათვალე და სულ გადაწყვეტა ჩამოვიდა, ანუ არაბრენდირებაზე ძნელია გადაწყვეტილების მიღება, არაბრენდირებაზე უფრო ანუ სიტყვიერი რეკლამა და ვინც იყო ნამყოფი შეიძლება იმან ურჩია რომ აი ჩადი და უფრო და აქ უფრო პრომოცია ის უფრო ძნელია რა და შესაძლოა მაგიტომაც არის ეს სტატისტიკა ესეთი მაგრამ ზოგადად ანუ არიან ყველას თავისი მომხმარებელი ხავს არიან ისეთი ტურისტები რომელსაც მაგალითად მოწონთ საოჯახო სასტუმროები რაღაცა ზოიქ თვადი რაღაცა ისეთი დაუშვათ და არა იქ დაუშვათ ეს რაღაცა აუზი და ისეთი რაღაცა ყველას თავისი მომხმარებელი აქვს ამ კუთხით მაგრამ ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც ბორჯომის მაგალითში აშენდა რამოდენიმე ისეთი სასტუმრო, რომელიც არ არის დატვირთული პრაქტიკულად, იმიტომ რომ ჩემი აზრით გათვლა არ იყო რა, იმიტომ იმდენად ძვირი ჩდება, რომ ალტერნატივები არის კიდე, ანუ თურქეთი ძალიან დიდი ალტერნატივებია, ტურიზმი ძალიან განვითარებული აქვს მათ და იქ ამჯობინებენ წასვლას, ვიდრე დაუშვათ ფათაშერის იგივე ქართველებიც კი ამჯობინებენ იქ თურქეთში წასვლას საქართველოში დასვენებას, იმიტომ რომ სერვისითაც და ფასითაც იქ უფრო მისაღებია მათთვის დასვენება. ეს სწორედ მიაღწიეს აი ბრენდირებული თემატიკით რა, რომ სტანდარტიზირებული სასტუმროები შემოიყვანეს და ზოგადად ანუ ძალიან განავითარეს ეს. ერთ-ერთი პრიორიტეტი და ანუ ჩვენ რო ვიძახით ახლა რო არის რომ ძალიან იაფიჩდება პაკეტი, ის პაკეტი თვითონ ის პაკეტი მომგებიანი არ არის. მომგებიანი არის ის ქვეყნის პრიორიტეტი რა არის რომ ისო ჩადის და იქ სასმელი რო არის, საჭმელი რო არის, პირსახოცია ეს ყველაფერი რაც სასტუმროს სჭირდება, საკმაოდ დიდი მოხმარებაა. ხო, აი სწორედ იქიდან ხდება უგება და ის ქვეყანაში ხალხი დასაქმებულია და ქვეყანაში მოხმარება გაზრია, აქედან ნახულობს ქვეყანა მოგებას და არა შეიძლება ახლა რო ვთქვათ რომ $500 10 დღე, ესე რომ გადავიანგარიშო და ბათუმში შევადარო და არაფერში არ გეყოფა, ხო? რაც იქ სერვისია, ხო, სასმელი შედის საჭმელი, მაგრამ გააჩნია, ანუ შენ შეიძლება ერთ პოზიციაში არ მოიგო, მაგრამ
მეორე პოზიციაში მოიგო. ანუ ამ კუთხით ამ ჭრილში არის დასანახი და ჩვენი ბათუმის რეალობის კუთხით, სადაც ყველაზე სამწუხარო, ანუ სეზონია ძალიან პატარა და აი, ოდესაც ახლა დრო დიდი გაქვს, ოდესაც ანაწილებს შენ ფიქსირებულ ხარჯებს, უფრო იაფიგიჟდება, მაგრამ ორ თვეში ვანაწილებთ ფიქსირებულ ხარჯებს, რა თქმა უნდა, მომსახურება უფრო გაცილებით ძვირი გიждდება და მაგითომაც არის ეს. ამ ხრივ ალბათ სხვა საკურორტო ადგილები უფრო მომგებიანია ბრენდირებული სასტუმროებისთვის, თუნდაც იგივე ბაკურიანი, რომელიც 4-ვე სეზონზე მუშაობს. კი ბატონო. და ანუ სწორედ აი ესეც ეს პროექტი სწორედ ამას ემსახურება, რომ მაქსიმალურად რეგიონში გაიშალოს და არ მოხდეს მაგალითად თბილისი და ბათუმი, რაც ეხლა ინტენსიურად ხდება, რომ არ მოხდეს ითქოს ბათელავშიც, ქუთაისშიც და ასე შემდეგ შოუში და ანუ ყველგან რომ გაიშალოს ზოგადად. კი, ადგილები კი ნამდვილად გაგვაჩნია იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი რეგიონებში მოვიზიდო და არა მხოლოდ თბილისში. ძალიან დიდ პოტენციალს ხედავ, ეხლა საქართველოს რო ისტორიულად სტუმართმოყვარე იყო და ისტორიულად კავკასიის ცენტრი იყო და აქ რო მოძრაობა იყო, ეს ახლა ისტორიული ფაქტია, შესაბამისად პოტენციალი არის ნამდვილად. კიდე ანუ მინდა აღვნიშნო ვიზების კუთხით, ანუ ძალიან კარგი მოხდა რომ ახლა 5 ივნისს შევიდა ძალაში და შეიცვალა რომ ანუ 180 დღეში, მხოლოდ 180 დღეში 90 დღე შეიძლება გაჩერება ანუ ვიზა ვისაც არ ჭირდება აქ ქვეყანაში შემოსვლა, ნუ ეხლა შეიცვალა და 1 წელი შეუულიათ დარჩენა, რაც მნიშვნელოვანია, იმიტომ ძალიან ბევრი ადამიანს, რომელსაც თავშოთ ბიზნესიც ჰქონდა აქ. მე არ მომო დიდი ინვესტიციებზე რა, ანუ 20.000-იანი, 30.000-იანი, 50.000-იანი პატარ-პატარ ბიზნესები, ანუ იმას ძალიან დიდი პრობლემა იყო, რომ 90 დღე იყო, მე მგონი წასულიყო 90 დღე და მე ისე უნდა ჩამოსულიყო, ის 90 დღე ძალიან დიდი ჩავარნა ჰქონდა. ამიტომ უწყვეტად შეუულიათ რომ 1 წელი გაჩერდეს. სხვათა შორის აი ამ ვიზების გამარტივების საკითხს მინდა გამოვეხმაურო იმ კუთხით, რომ ერთი მხრივ გასაგებია, რომ ლიბერალური სავიზო პოლიტიკა ხელს უწყობს უფრო მეტი უცხოელი ადამიანის ჩამოსვლას ქვეყანაში, თუმცა მეორე მხრივ თუ განვიხილავთ, საქართველოში ეს საკითხი განიხილებოდა როგორც ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, ანუ ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული სავიზო პოლიტიკაზე. ხო, სერიოზულ განვითარებულ ქვეყნებში, იგივე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ესეთი რაღაცა წარმოუდგენელია ალბათ. ანუ მე ვგულისხმობ, რომ ქვეყნის ეკონომიკა არ შეიძლება იყოს დამოკიდებული მხოლოდ სავიზო პოლიტიკაზე და თუ სავიზო პოლიტიკა ქვეყნის ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ესე იგი ეკონომიკაში რაღაც სერიოზული პრობლემები ყოფილა და ალბათ უფრო სხვა რაღაცებია განსავითარებელი და არა მხოლოდ სავიზო, ესე ვთქვათ, პოლიტიკის მოგვარება ქვეყნის ეკონომიკას ნამდვილად ვერ აღორძინებს. ეთანხმებით აბსოლუტურად. ეხლა ჩვენთან მცირე სარეკლამო ჭრა იქნება და ჩვენ სულ რამდენიმე წუთში დავუბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ბიზნესი და კაპიტალი, მოსალოდნელი ეკონომიკური ცვლილებები. სტრატეგია, იმპორტი, ექსპორტი, ვალუტა, ანალიზი და პროგნოზი ეკონომიკის ექსპერტებისგან. 4 შაბათს 19 საათზე ტალღაზე 103. ჩვენ მსჯელობთ კვირის მთავარ ფინანსურ ასპექტებზე. Talk-show კვირის ეკონომიკური ანალიზი ვახტანგ ჭარაიასთან ერთად. თქვენ უსმენთ Talk-show-ს კვირის ეკონომიკური ანალიზი ვახტანგ ჭარაიასთან ერთად ტალღაზე 103. კვირის ეკონომიკური ანალიზი ვახტანგ ჭარაიასთან ერთად მედეფემის ეთერში კვლავ პირდაპირ ეთერშია. შეგახსენებთ, რომ ჩემი დღევანდელი სტუმარი გახლავთ საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის აღმასრულებელი პრეზიდენტი ბატონი მიხეილ ჭელიძე. ბატონი მიხეილ, ჩვენ განვიხილეთ უამრავი, ესე ვთქვათ, პრობლემა და სხვადასხვა კუთხით შევხედეთ თუ რა პრობლემები გააჩნია საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესს და აგრეთვე იმ მიღწევებზეც ვისაუბრეთ გარკვეულწილად, რომელიც უკვე არსებობს ამ სექტორში. თუმცა ჩვენ არ გაგვიხილავს ისეთი საკითხი, როგორც არის ფინანსურ რესურსებთან წვდომა. რამდენად აქვს მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსურ რესურსებთან მარტივი წვდომა? ერთი მხრივ, ჩემი აზრით, ეს ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ამ მხრივ პრობლემა არ არსებობს წვდომასთან დაკავშირებით, თუმცა პრობლემა არის ის საპროცენტო განაკვეთები, რაც ღირს ამ სესხის აღება. და მეორე მხრივ ისიც არის ხაზგასასმელი, რომ დამწყე ბიზნესმენებს, როგორც ესეთი საბანკო სექტორი არ აფინანსებს, უნდა კონდეს გარკვეული, ესე ვთქვათ, აქტივი, უნდა კონდეს
გარკვეული ქონება, რის საფუძველზეც ბანკები იძლევიან ამა თუ იმ სესხებს და უნდა შეგეძლოს ამ სესხის უზრუნველყოფა უძრავი თუ მოძრავი ქონებით. Როგორ ფიქრობთ, თქვენ არის თუ არა შესაძლებლობა ამ კუთხით, ანუ საბანკო სექტორი იძლევა თუ არა იმის შესაძლებლობას, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ქვეყანაში განვითარდეს? კი ბატონო, მოგახსენებთ, ამ კუთხით პირველ რიგში საკანონმდებლო პროგნოზს ხედავ, ზოგადად არც ბანკმა და არც არავინ საქართველოში ზუსტად არ იცის, ვინ არის მცირე, ვინ არის საშუალო და ვინ არის მსხვილი ბიზნესი, საკანონმდებლო ჩარჩო არ არსებობს, მაგრამ ამ კუთხით გარკვეული დაპირება არის, რომ ნოემბერში გარკვეული ნორმატიული აქტები შემოვა, როდესაც დასრულდება ეს სახელმწიფოს მცირე და საშუალო ბიზნესის სახელმწიფო განვითარების სტრატეგია, მაგრამ აქედან გამომდინარე უკვე ბანკები, ასე ვთქვათ, უფრო მევახშეების როლში გამოდიან, ვიდრე დაუშვათ ბიზნესის პარტნიორები და მათიც გასაგებია, ბანკი კომერციული ორგანოა და ეხლა ძალიან შორს ვარ იმას რიდან, რომ ბანკს დაუშვათ რაღაცა პირმა შეუძღუდოთ, ბანკი თუ არ არის ძლიერი ქვეყანაში, ეკონომიკა ზოგადად გაუჭირდება. შესაბამისად, ამ კუთხით რისკების დაწევის კუთხით უნდა მოხდეს ჩარევები და რისკების გაზიარების კუთხით. ბანკი უდგება როგორ, ნახულობს გამოსავლიანობას ბიზნესისას, არის ძალიან დაბალი, შესაბამისად სტარტაპი არ აინტერესებს, მივიღოთ თქვენ ახსენეთ, უზრუნველყოფა, მაგრამ უზრუნველყოფაც არ არის საკმარის, შეიძლება დაუშვათ გინდოდეს 100,000, მაგრამ 200,000 ქონება მიიტანო, ჩადო უზრუნველყოფაში მაინც არ მოგცემენ, თუ შენ გარკვეული შემოსავლები არ აქვს. ყოველთვიური შემოსავლებითაც უნდა დაგიდგეს, ან შენ უნდა დადგენ გარკვეული პირი თავდებობაში. შესაბამისად, ეს კიდევ უფრო ართულებს თემატიკას, იმიტომ რომ შენ რო იძახი დაუშვათ, რომ მე ესეთი ბიზნესი მაქვს, დაუშვათ პირველ 6 თვის მერე წამოვა შემოსავლები, ამას ბანკი არ ითვალისწინებს და ზოგადად არ ფინანსდება. რაც შეეხება გარკვეული წრები არის იმ კუთხით, რომ EBRD-ის ფორუმი როცა იყო ყოველწლიური, იქ გარკვეულად გაიჟღერა, რომ ბანკებმა უნდა განსაზღვრონ ზოგადად მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების სტრატეგია ცალკე კუთხით, უნდა ცალკე პროგრამები შექმნან და გარკვეულწილად რისკების გაზიარება. დღეს ახლა ბიზნეს გეგმას რო მიიტან ბანკში, იმას მერწმუნეთ კითხულობენ მარტო პირველ და ბოლო გვერდს. რა არის ზოგადად და ბოლოში რამდენს ითხოვდა თუ გაქვს უზრუნველყოფა. შინაარსობრივად ბიზნესის გათვლა, რომ ეს მართლა შეიძლება კაი იდეა იყოს და მართლა რაღაც წარმატებული, მართლა მომგებიანი იყოს, ამ წელში არ ხდება. სწორედ აქ არის თემატიკა, რომ ბანკებმა უფრო ამ წელში უნდა დაიწყონ დაუშვათ გააზრება და შესაბამისად გასწრება. ეს კონკურენციის სიმცირის ბრალი, იმიტომ რომ იყოს ბანკებს შორის კონკურენცია, მე შეიძლება ისინი უფრო მოეჭიდნონ ინდივიდუალურად ყოველ ბიზნესს, რომ იქნება და ამ ბიზნესმა გაამართლოს, იქნება და ამ ბიზნესიდან მივიღოთ ჩვენი კუთვნილი წელი მოგებაო. კი ბატონო, რა თქმა უნდა, კონკურენციაც ზოგადად კონკურენცია აჯანსაღებს სიტუაციას. მე ვთვლი, რომ უბრალოდ ეყიდებათ, და ყიდიან, ესეთი მიდგომა არა, უფრო უხეში უნდა შეზღუდოს ეს მიდგომა. ალტერნატივებმა ისევ, ეს მიკროსოფინანსო ორგანიზაციების განვითარებამ ზოგადად გარკვეული კონკურენცია შექმნა, თუმცა მათაც სესხის აღება ბევრად უფრო ძვირი ხარ. ბევრად უფრო ძვირი ხარ, კი, ეს პროცესი, ერთი არის რომ აიღო შეძლო აღება და მეორე არის იყო ლიკვიდური, შენ გადაიხადო ეს პროცენტი და სწორედ აქ ჩემი აზრით მაინც უფრო ჯერჯერობით ამ ეტაპზე ეს სახელმწიფო პროგრამების კუთხით უნდა მოხდეს მაქსიმალურად, იმიტომ სახელმწიფო შეუძლია ერთ-ერთი გაიზიაროს რისკები და ამ პროცენტი დააფინანსოს გარკვეულ ნაწილით, უბრალოდ შუამდგომლობა გაუწიოს ბანკს და ეს. ერთ-ერთი ესეთი პროექტი არსებობს, რომელიც მარტო თბილისზე არის. მერიას აქვს, ბიზნესის ხარდაჭერის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს რას, იგივე აბსოლუტურად, იგივე რაოდენობის უზრუნველყოფა ჭირდება, იგივე რაოდენობის შემოსავლები, უბრალოდ სესხი არის 6%-ში.
და ანუ წესრების დაფორმის საკომისიო არ არის, გატანის საკომისიო არ არის და ზოგადად კაი ალტერნატივაა, ანუ 130 მეწარმე ხავთ დაფინანსებული 2007 წლიდან. ახლა შეიძლება მთლიანობაში რა ავიღოთ ეს ბევრი არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესეთი ალტერნატივაც არსებობს და ამ ალტერნატივაში დღეს ახლა იმატება, ამაზე მიმდინარეობს მუშაობა. ადრე იყო რა, რომ ანუ მიდიოდა განაცხადი მერიაში, ეს განაცხადი მერე იგზავნებოდა ბანკში და ბანკი განსაზღვრავდა რისკებს და შემდეგ ან გაცემდა ეს, ან არ გაცემდა ეს 6%-ში. და ეს მერიის ფული იყო. მაგრამ ახლა უკვე შუარგულში ჩაემატა, ანუ ისევ და ისევ რისკების დაწევის მიზნით ჩაემატა კონსალტინგი, რომელშიც ჩართულები იქნებიან. ჩვენი ასოციაციას და გარკვეული ასოციაციები, რომლებიც სანამ დაუშვათ ფულს მიიღებენ ეს აპლიკანტები, მანამდე მოხდება მათი გარკვეული კუთხით დაფინანსება. სხვათა შორის ბატონო მიხეილ, თქვენ რამდენად სწორად მიიჩნევთ იმ პოზიციას, როდესაც სახელმწიფო, აი თქვენ ახსენეთ მერია ამ შემთხვევაში, მერიას თუ უნდა გარკვეული ბიზნესის დაფინანსება, ან სესხის მიცემა, რატო უნდა იყენებდეს ის კომერციულ ბანკს, როგორც შუამავალს? იმიტომ რომ კომერციული ბანკი თავის წილმოგებას იტოვებს და შედეგად ან უფრო ძვირად მიეცემა, ესე ვთქვათ, საბოლოო მომხმარებელს ეს სესხი, ან თუ უფრო ძვირად არ მიეცემა, ყოველ შემთხვევაში მერია კარგავს იმ თანხებს, რომელიც კომერციული ბანკის მოგებაში მიდის ამ შემთხვევაში. კი, მერია ამ შემთხვევაში ანუ თანხას გაცემს უფასოდ ბანკზე და ბანკი უბრალოდ ამატებს თავის ხარჯებს და 6% აქედან გამომყავს, ანუ იმ ფულს ბანკი არ სესხულობს. ამ კუთხით ანუ ამას გარკვეული პლუსებიცაა, გარკვეული მინუსებიც, ანუ პლუსი ვისთვის, ანუ მერიისთვის ის არის, რომ რისკები ვიღაცამ უნდა შეაფასოს. ან მერიამ უნდა შეაფასოს, ან ბანკმა. იქიდან გამომდინარე, რომ ბანკი უკეთესად აფასებს და გაცილებით უკეთესი ექსპერტი ყავს და გაცილებით უფრო არის სპეციალიზირებული ამ კუთხით. ანუ გამოცდილება უფრო მეტი აქვს და ამიტომ უჯდება, ასე ვთქვათ, მერიას, იმიტომ რომ მერიამ მაშინ უნდა შექმნას რაღაც რისკების შეფასების განყოფილება, სადაც აიქროს კადრები საკმაოდ კვალიფიციური და ანუ რაც შეიძლება ძალიან ძლიერ დავიწყოს. ალბათ ეს უფრო შესაძლებელია რა თანხებზე გადის თუ მერია დაუშვათ საკმაოდ მაღალი ოდენობით გეგმავს სესხების გაცემას, ანუ მაღალ ბიუჯეტიან პროექტს თუ აკეთებს, მაშინ შეიძლება ხირდეს კიდევაც ასეთი კადრების აყვანა, თუმცა თუ სულ რაღაც ათეულობით და რამდენიმე ასეულ ბიზნესზე და სულ რამდენიმე მილიონზეა საუბარი დაფინანსების კუთხით, მაშინ ალბათ ბანკები მართალი ბრძანდებით უფრო მიზანშეწონილია, რომ ბანკებმა განახორციელონ ეს ქმედებები. უბრალოდ აი გეტყვით, ანუ ბანკებმა უნდა განახორციელონ, მაგრამ ბანკებმა უნდა ანუ მიდგომები უნდა შეიცვალოს რა, ანუ უნდა გადაიხედოს კრიტერიუმები, რითაც აფასებენ ბიზნესს, ანუ უფრო სიღრმისეულად უნდა მოხდეს გრძელვადიან წელში დანახვა ბიზნესის პოტენციალის რა. და არა ესე დაუშვათ, აი ერთ თვეში არა გაქვს შემოსავალი, ესე იგი არ ვარგა რა, ანუ შეიძლება ერთ თვეში არა გაქვს, მაგრამ ორ თვეში, ორ წელიწადში გაქვს და ანუ და საშეღავათო პერიოდი სესხი მიცემა, რომ გადახდები დაიწყოს სიტყვაზე 2 წლის მერე, რაღაც აი ესეთი კუთხით უფრო უნდა მიუდგეს ბანკი რა. დიახ, ნამდვილად გეთანხმებით, შემიძლია რამდენიმე მაგალითიც მოვიყვანოთ, სხვათა შორის აი რო ავიღოთ რეალური მაგალითი, საქართველოს ექსპორტი დღეისთვის შეადგენს $3 მილიარდ ნაკლებ, ესე ვთქვათ, თანხას, ეკვივალენტს ლარებში თუ ნებისმიერ ვალუტაში შეგვიძლია ეს გავიანგარიშოთ და რო ავიღოთ სტარტაპები, წარმატებული სტარტაპები თუ რა მოგებაზე გადიან და რა არის მათი კაპიტალიზაცია, საერთოდ შედარებაც არ შეიძლება ჩვენი მთლიანი წლიური ექსპორტის და რომელიმე ერთი ესეთი სოლიდური ჩამოყალიბებული სტარტაპის. ასეთი შემიძლია მაგალითად დაგისახელოთ Uber-ი, რომელიც ძალიან პრიმიტიული, ესე ვთქვათ, ერთი შეხედვით ბიზნესია, ტაქსის მომსახურებას მოიცავს, ამერიკელები არიან ამ კომპანიის, ესე ვთქვათ, მმართველები და მათ სოფლიოში განავითარეს მთელი ქსელი, როდესაც მობილური ტელეფონით შეგიძლია გამოიძახო ტაქსი და მობილური ტელეფონითვე გადაიხადო წინასწარ ტაქსის მომსახურების ღირებულება. და სულ ეს არის. თუმცა ამ კომპანიის კაპიტალიზაცია მოკლედ $40 მილიარდ გადააჭარბა. ანუ ერთი სოლიდური კომპანია, რომელიც ერთი შეხედვით არაფერს განსაკუთრებულს არ აკეთებს, ჩვეულებრივი ტაქსის მომსახურება, გავიდა აი ესეთ სოლიდურ მაჩვენებელზე და თუ ხელი შეეწყობა მსგავს
კომპანიებს, რომელიც ნამდვილად შეიძლება საქართველოშიც განვითარდეს, ჩემი აზრით ეს არანაკლებ მოგების მომტანი იქნება ქვეყნისთვის, ვიდრე თუნდაც იგივე სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტირება. და აქვე მინდა თემა განვავრცო და სხვათა შორის სახელმწიფო ბოლო პერიოდში აქტიურად ეწევა სხვადასხვა პროექტებს, თუნდაც შეგვიძლია დავასახელოთ აწარმოეს საქართველოში ან დანერგია მომავალი ან თუნდაც ხდება ინოვაციების და ტექნოლოგიების წახალისება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. ქვეყნის მომავალი საქართველოში, ჩემი შეიძლება სუბიექტური აზრი იყოს, თუმცა მაინც დავაფიქსირებ, რომ სოფლის მეურნეობაზე მეტად აუცილებლად უნდა იყოს განათლება და თანამედროვე ტექნოლოგიები. აი ამ მიმართულებით სწორი და სოლიდური ნაბიჯების გადადგმა გრძელვადიან ასპექტში ჩვენ ბევრად მეტ სარგებელს მოგცემს, ვიდრე სხვა სექტორების განვითარება. თქვენ როგორ ფიქრობთ, აი ამ და სხვა პროექტების წახალისება და განვითარება რამდენად მიზანშეწონილია და ის თანხები, რომელიც ამ პროექტებზე იხარჯება, არის თუ არა საკმარისი, თუ როგორ თვლით? კი ბატონო, აბსოლუტურად დაგეთანხმებით, რომ სოფლის მეურნეობა, მე ვახსენე, ერთ-ერთი პრიორიტეტია. იქიდან გამომდინარე, უბრალოდ მასიური დასაქმება შეუძლია ქვეყანაში, მაგრამ ზოგადად, მთლიანი შიდა პროდუქტის ჭრილში ძალიან ვერ ექნება სოფლის მეურნეობის პროდუქციას მაღალი ასე ვთქვათ ნიშა, მაღალი პროპორცია. აქედან ძალიან დიდი პოტენციალია ჩვენი ასე ვთქვათ გადმოსახედიდან IT კუთხით საქართველოში, საკმაოდ კარგი სპეციალისტები გვაქვს და საკმაოდ ხედავ ამ პოტენციალს და კანონმდებლობის კუთხითაც შექმნილია ვირტუალური ზონის პირი, რომელიც თუ საზღვარგარეთ გაყიდი ამ მსახურებას, მოგების გადასახადიდან განთავისუფლებული ხარ და ისედაც არის ბიგრება მსახურების ექსპორტი. შესაბამისად, ამ კუთხით სამუშაო ნამდვილად არის, მე რამდენადაც საქმის კურსში ვარ, შენდება ტექნოლოგიების სახლი, ეს მეცნიერების განვითარების აგენტიც არის ამ კუთხით ჩართული, რომელიც მართვაში, კერძო სექტორი იქნება, სადაც იქნება პლატფორმა ტექნოლოგიური ლაბორატორიები, სადაც აქსელერატორი, სადაც მოხდება იდეების განხორციელება და ამ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა იარსებებს, რომ შენ ეს იდეები განახორციელო, ასევე საკპატენტი არის აქტიურად გააქტიურდა ძალიან და ეს ინტელექტუალური საკუთრებების კუთხით, ამის დაპატენტების კუთხით, დაუშვათ თუ მეწარმეს არ გააჩნიათ, ახლა გარკვეული დაფინანსებიც არის ხარდაჭერის კუთხით, რაც ჩემი აზრით გვაქვს ამის პოტენციალი, იმიტომ რომ წარჩინებული გამოგონებლები და მეცნიერები ნამდვილად ყავს. და ამ კუთხითაც სამუშაოა. მეცნიერებაშიც გარკვეული თანხები უნდა ჩაიდოს, იმიტომ რომ მეცნიერება და ინოვაციები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის. ყველაშორის ეს ძალიან საინტერესო მიმართულებაა ახალგაზრდების ჭრილში თუ განვიხილავთ, იმიტომ რომ დღეს ფართო გაგებით ეს ჩემი პირადი გამოცდილებიდანაც შემიძლია გითხრათ, რომ ახალგაზრდებს დაინტერესება ეკონომიკური აქტიურობის მხრივ გააჩნიათ არა განათლების და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით, არამედ ისინი უფრო დაინტერესებულნი არიან თუნდაც სიტყვაზე გარკვეული თანხების ქონის შემთხვევაში სასტუმროს ტიპის, ან რესტორნის ტიპის, ან მსგავსი ტიპის ობიექტების გახსნაზე და ნაკლებად არიან მონდომებულები და დაინტერესებულები, თუნდაც იმიტომ რომ ალბათ ინფორმაციაც არ აქვთ იმდენი, როგორ წარმატებულად შეიძლება მათ იგივე თანხებით წარმართონ თავიანთი ბიზნესი თანამედროვე ტექნოლოგიებში. და ძალიან მარტივად შეიძლება ამისი გაკეთება თუ გვექნება ქვეყანაში ამისი წარმატების მაგალითი. რა ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც იგივე ესტონეთი რო ავიღოთ, ესტონეთში დღეს უამრავი კომპანია Skype-ის მაგვარი, ჩვენ ვიცით რომ Skype აქვთ ესტონელებს და ეს მან ძალიან დიდი როლი ითამაშა როგორც ესე თქვა წარმატებულმა ბიზნეს პროექტმა და რომელმაც ახალისა შემდგომ სხვა ახალგაზრდების და არა მხოლოდ ახალგაზრდების, არამედ მთლიანად საზოგადოების დაინტერესება თანამედროვე ტექნოლოგიებისადმი. საქართველოშიც თუ ეს ინოვაციების და ტექნოლოგიების ცენტრი შეძლებს ესე წარმატების ფორმულის შექმნას, თუნდაც 1-2 კომპანიის მაგალითზე, ჩემი აზრით მას ძალიან დიდი ესე თქვა აჟიოტაჟი მოყვება, კარგი გაგებით და უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა იქნება დაინტერესებული მიყვეს და ხელი მოკიდოს ამ მიმართულებას და აქ უკვე მთავარი ისიც არის რომ ჩვენი ახალგაზრდები ისწავლიან ახალი ტიპით აზროვნებას.
ჩამოშორდებიან იმ ძველი ამ შემთხვევაში რაღაც საბჭოური შეგვიძლია ესე დავარქვათ ტიპის მეწარმეობრივ აზროვნებას, როდესაც შენ დამოკიდებული ხარ იყიდე გაყიდე პრინციპზე და ან აუცილებლად აწარმოეზო და შეიძლება თუნდაც სერვისში ძალიან დიდი მოგება მიიღო კომპანიამ. ამიტომ ჩემი აზრით ძალიან დიდ როლს შეასრულებს სწორი მართვის შემთხვევაში ეს ცენტრი ინოვაციების და ტექნოლოგიების ცენტრს გულისხმობ საქართველოს მომავალში. მცირე და საშუალო ბიზნესის თემატიკას რო დაუბრუნდეთ, ძალიან აქტუალურია საბერძნეთის თემატიკა. საბერძნეთში, როგორც ვიცით, უკვე ძალიან მყარად მოიკიდა ფეხი კრიზისმა. ყველა მიმართულებით აბსოლუტურად და ჩვენ როგორც ვიცით, ბერძნებმა იმდენი მოახერხეს, რომ 300 მილიარდზე მეტი სესხი აიღეს თავის დროზე წლების განმავლობაში და ეხლა მსჯელობენ იმაზე დააბრუნონ თუ არ დააბრუნონ ეს სესხი უკან თავიანთ კრედიტორებთან. ერთი შეხედვით დაბრუნებას სწორი და ლოგიკური ნაბიჯია, თუმცა ამას დასჭირდება, როგორც გარკვეული გათვლები არსებობს ევროპული მკვლევარებისგან, როგორც მოვიცი, დაახლოებით 50 წელი დაჭირდება საბერძნეთს, რომ გადაიხადოს ეს ვალი. თუმცა ამ პერიოდში, რა თქმა უნდა, საბერძნეთს ის ჭირდება არსებობაც და სახსრებიც ბიუჯეტში, ამიტომ ძალიან რთული იქნება. კი და დამატებითი სესხებიც, ამიტომ რთული იქნება ამის გაკეთება. მეორე მხრივ, რომ არ გადაუხადო, ეს ნიშნავს იმ კრედიტორების წინაშე მომავალი 10 წლეულების განმავლობაში ახალი სესხების მიღების ნულოვან ალბათობას. ამიტომ ესეც ძალიან დიდი დარტყმა იქნება საბერძნეთისთვის და მთლიანად ევროკავშირისთვისაც ეს ძალიან დიდი პრობლემაა. მათაც ვერ გადაუწყვეტიათ ბოლომდე უნდა დაეხმარონ საბერძნეთს თუ ამ ეტაპზე უკვე უნდა გამოეთიშნონ მის დახმარებას. მაგრამ ჩვენთვის რაც შეიძლება საინტერესო იყოს, ფულად გზავნილები, რომელსაც საბერძნეთიდან ქართველები აგზავნიან თავიანთ ოჯახებში და ეს თანხები, როგორც ვიცით, მცირდება. ეს ერთი მომენტი და მეორე მომენტი ამ არსებულმა კრიზისმა საბერძნეთში შეიძლება გამოიწვიოს იქ დასაქმებული ჩვენი მოქალაქეების უკან დაბრუნება საქართველოში, აქ კი მათთვის სამუშაო ადგილები დღეისთვის ალბათ არ არსებობს. თუმცა მცირე და საშუალო ბიზნესზე თქვენ უფრო მეტი ინფორმაცია გაქვთ, ამიტომ თქვენი გადმოსახედიდან როგორ აისახება ეს ჩვენს მცირე და საშუალო ბიზნესზე და ეკონომიკაზე საბერძნეთის კრიზისი? ცალსახად აისახება იმ ვარიანტში, რომ ფულადი ნაკადი, ფულადი გზავნილები შემცირდება, შესაბამისად ეს შეემცირებს მოხმარებას და მოგეხსენებათ მოხმარების შემცირება უკვე ამცირებს. მოხმარების უკან დგას საწარმოები, მომსახურებას მიწვდიან, საქონლს მიწვდიან და ზოგადად ბიზნესი. ამიტომ რეალიზაციები ცალსახად შემცირდებათ. ზუმ შეიძლება ამან არ გამოიწვიოს და უშუალოდ გაცილებით უარესი პერიოდებიც გადაუტანია საქართველოს. ზოგადად რეალიზაციების კუთხით შემცირება და შევიწროება მოხდება. ჩემი აზრით ყველაზე უფრო ცუდი მომენტი ის იქნება თუ მოხდება, რომ ეს ადამიანები უბრალოდ ფიზიკურად დაბრუნდნენ საქართველოში, იმიტომ რომ აქ მათი დასაქმება პრაქტიკულად შეუძლებელია. მაშინ რაღაც უფრო ალტერნატივების მონახვა იქნება საჭირო, რომელსაც ალბათ ისევ თვითონ შეძლებენ, იმიტომ რომ სახელმწიფო არ ამონია მან. აქ ისიც არის, რომ ძალიან ბევრი არალეგალურად არის და აქ პრობლემებია, იმიტომ რომ ძირითადად ეს თანხების შემოტანა არ ხდება დაუშვათ ბანკების საშუალებით და იმითი უფრო ხდება ატანენ დაუშვათ ვიღაც ახლობლებს და ავტობუსებს და ასე შემდეგ. ზოგადად ეხა ის ადამიანი არალეგალურად არის, უფრო დაბრუნდება, შეიძლება უკვე მას დეპორტის კუთხით შეექმნას პრობლემები და შემდეგ სხვა ქვეყანაშიც ვეღარ შეძლოს მან ევროკავშირის გულისხმობ, ევროკავშირის წევრია, თუმცა ევროკავშირში სხვა ქვეყანაში შესვლა, ამიტომ ეს სერიოზული პრობლემა იქნება ნამდვილად ქვეყანისთვის. მაგრამ ვიმედოვნებ რაღაც იქიდან გამომდინარე, რომ მაინც რაღაც გარკვეული ჩემი აზრით გარკვეული ასე გადარჩება საბერძნეთიდან, გადაეულის ამ კრიზისს. სხვა გზა უბრალოდ სხვა შემთხვევაში უბრალოდ არ ამგონია რომ ქვეყანა უბრალოდ აიღო და მოკვდეს რა, იმიტომ რომ რაღაც ალტერნატივები სავარაუდოდ მოინახება და რაღაც კონსენსუსი ჩემი აზრით. ეს ნამდვილად კარგი გამოსავალი იქნება, ნამდვილად არ შეიძლება ქვეყნის ესე ვთქვათ განწირვა და
ბოლო-ბოლო ქვეყანა ევროკავშირის წევრია, ამიტომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები გარკვეულ პასუხისგებლობას უნდა გრძნობდნენ საბერძნეთის წინაშე. შეიძლება საბერძნეთი მოიქცა უპასუხისგებლოდ, როდესაც ამ ხელას ესხებს იღებდა და როგორც ჩვენ უკვე დღეს ვიცით, იტყუებოდა გარკვეულ მონაცემებში, თუმცა ეს მათი პრობლემაა და თვითონ ევროკავშირი კი, რახან ის არის, მას აქვს პრეტენზია, რომ სოფლიოში და როგორც მინიმუმ რეგიონში არის წამყვანი ორგანიზაცია, წამყვანი ქვეყნების გაერთიანება, შესაბამისად მათი პასუხისმგებლობის წილი ძალიან მაღალი უნდა იყოს, როგორც თავისი წევრი ქვეყნების წინაშე, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშეც და ეს ყველაფერი იმ კუთხითაც არის საინტერესო, რომ ევროკავშირის ვალუტა ევროც დიდწილად არის დამოკიდებული იმ მოვლენებზე, რომელიც დღეს საბერძნეთში ვითარდება. ამიტომ ევროსაც რომ არ მოუვიდეს გარკვეული, ესე ვთქვათ, წნეხი და რომ არ დაიწყოს ევროს გაუფასურება, რომელიც სხვათა შორის ამ ბოლო დღეებში უკვე დაფიქსირდა, საჭირო არის უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯის განხორციელება. ბატონო მიხეილ, თქვენ თუ გსურთ ახლა რამდენიმე წუთით შეაჯამოთ ის აქტუალური საკითხები, რაზეც ვისაუბრეთ, ან თუ დაგრჩათ დაუშვათ რაიმე სათქმელი, რა კითხვაც მე არ დაგისვით, გთხოვთ ახლა ბრძანოთ. ზოგადად შევაფასებ მთლიანობაში ესე ავიღე ბოლო 10 წელს, ნამდვილად ოპტიმისტურად ვარ გამწყობილი და არის ამის საფუძველი, იმიტომ რომ მოსახლეობას დამეთანხმება, 5 წლებად რომ დავყოფ ჩვენი წარსული, ნამდვილად წინსვლა არის და პროგნოზი ოპტიმისტურია, იმიტომ რომ მეწარმოებული მაღლდება, ყველას მოუწოდებ, რომ დაიწყონ ბიზნესი, მაგრამ დაიწყონ, ბევრი ფიქრიც ცუდია, მაგრამ დაიწყონ ზოგადად გარკვეულად რაღაც განათლების კუთხით, ხშირად არის ძალიან ამბიციური ერი ვარ და ხშირად არის რომ მე განათლება არ მჭირდება რა, მე ბიზნეს გეგმა არ მჭირდება, მე ისედაც მაგარი ვარ და მე იმას აი ეს ასე ვთქვათ მოიშალონ ეს ისა და აი როგორც თქვენ ახსენეთ, ძალიან ბიზნესი ასოცირდება აუცილებლად წარმოებასთან და რაღაც ისეთ საშუალებებთან, რაღაც ესეთ იმასთან რა და არ არის ეს მომსახურების სფეროში შეიძლება ძალიან დიდი მინიმალური ინვესტიციით ძალიან დიდი ამონაგების ნახვა და ამის პოპულარიზაციაც ძალიან აქტუალურია. დაიწყონ არამალპუჯებადი პროდუქციის წარმოებით, გაყიდვით და უფრო მეტად მიეტანონ სერვისს. იმიტომ რომ სერვისის კუთხით შენ იქიდან გამომდინარე მოსახლეობა ცოტაა და კლიენტურა ნაკლებია, სერვისი როცა აწარმოებ, ერთი კლიენტი შენთან მოდის ბევრჯერ. შესაბამისად, გაყიდვების პოტენციალი უფრო მაღალია. და ამ კუთხით და ასე ვთქვით, გამოიყენონ მარკეტინგის ძალიან სავალალო მდგომარეობაში საქართველოში და გარკვეულწილად მარკეტინგსაც უნდა მიაქციონო პრობლემა და რაღაცა პრობლემები რო არის ბიზნესში, პირველ რიგში თავში ეძებონ პრობლემა და არა დაუშვათ ბანკებში და სახელმწიფოში და კლიენტებში, იმიტომ რომ ჯერ შენ რას ყიდი და ვისთვის ყიდი, ჯერ შენ უნდა ქონდეს ეს განსაზღვრული და ისეთი პროდუქცია არ უნდა შექმნა, რომელზეც უბრალოდ მოთხოვნა არ იქნება რა. ჯერ შევქმნი და მოდი თუ გაიყიდება, ეს მიდგომა რაღაც გარკვეული მოლოდინი ამ პროდუქციის მიმართ უნდა გააჩნდეს მეწარმეებს. მაგრამ მთლიანობაში ქვეყანა იზრდება, როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან რთული წარსული ჰქონდა, ბევრი ომიც გადავიდანეთ, ბევრი ისა კიდე კარგად ვარსებობდა, კიდე კარგი სიტუაცია ამ კუთხით და პროგნოზი ძალიან დამაიმედებელია. მადლობა მოწვევისთვის. მადლობა ბატონ მიხეილ, თქვენი საინტერესო მოსაზრებებისთვის და საუბრებისთვის, რომ შევაჯამოთ დღევანდელი ჩვენი საუბრები. მე დაგეთანხმებით, რომ ნამდვილად წინ მივიწევთ და შედარებაც არ არის, თუნდაც 10 წლის წინანდელ მდგომარეობასთან, თუ რა ვითარებაში ვიმყოფებით დღეს, თუმცა მოსახლეობის სურვილი და თუნდაც იგივე ჩვენი სურვილიც არის, რომ უფრო მეტი შევძლოთ, უფრო მეტს მივაღწიოთ და საჭიროა უფრო მეტი მუშაობა. მთავრობაც და არა მხოლოდ მთავრობაც, სხვათა შორის ხშირად მხოლოდ მთავრობაც ადანაშაულებენ ყველა პრობლემაში. რომელიც არ უნდა იყოს მთავრობა მართლობაში, ან ნებისმიერი პოლიტიკური მართლობა, პოლიტიკური პარტია მაქვს ხელმძღვანელობაში, ის ვერასდროს ვერ გადაწყვეტავს ყველა პრობლემას. თუ მოსახლეობა და ამ შემთხვევაში მცირე და საშუალო ბიზნესი თუ არ დაუდგა მას გვერდით და გვერდით გომა კი იმაში უნდა გამოიხატებოდეს, რომ მათ თვითონ უკეთ წარმართონ მათ, ესე ვთქვათ, შესაძლებლობებში, მათი შესაძლებლობები
შესაძლებლობები, თუნდაც უფრო მეტი განათლება მიიღონ თავიანთი მიმართულებით, უკეთ დაგეგმონ თავიანთი ბიზნესი. თავის თავზე რომ იმუშაონ, ასე რომ აქ ორმხრივი მიმართულებით არის ნამდვილად მუშაობა საჭირო და ამის გარეშე შეუძლებელია ნამდვილი დიდი წარმატების მიღწევა. თლიანობაში ეს იყო, მე აგრეთვე ვიტყოდი რომ ნამდვილად ესე ვთქვათ გვაქვს პერსპექტივა და განვითარების კუთხით შეგვიძლია ჩვენ მოძრაობა და ნამდვილად იმედს დავიტოვებ იმისა რომ ასეც მოხდება თუ მიუხედავად იმისა რომ სოფლიოში დღეს ძალიან ბევრი კრიზისია მათ შორის პოლიტიკურიც, ეკონომიკურიც, რეგიონალურიც და ასე შემდეგ, თუნდაც იგივე საბერძნეთის მაგალითი განვიხილეთ ჩვენ, იმედი ვიქონიოთ რომ ეს კრიზისები საქართველოს დარტყმას ვერ მიაყენებენ და შესაძლოა გააძლიერებენ კიდევაც იმ თვალსაზრისით რომ ზღვის შეცდომებზე შეიძლება ჩვენ ბევრი რაღაცა ვისწავლოთ და ჩვენ არ დავუშვათ იგივე შეცდომები. მაყურებლებს ბოდიში მსმენელებს კი შევახსენებ რომ ჩვენი დღევანდელი სტუმარი გახდათ საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოების ასოციაციის აღმასრულებელი პრეზიდენტი ბატონი მიხეილ ჭელიძე. დიდი მადლობა ბატონი მიხეილ. მადლობა თქვენ, მადლობა მსმენელს. მსმენელებს კი დავამშვიდობებით მომდევნო შეხვედრამდე. ბიზნესი და კაპიტალი, მოსალოდნელი ეკონომიკური ცვლილებები. სტრატეგია, იმპორტი, ექსპორტი, ვალუტა, ანალიზი და პროგნოზი ეკონომიკის ექსპერტებისგან. 4 შაბათს 19 საათზე ტალღაზე 103. ჩვენ მსჯელობთ კვირის მთავარ ფინანსურ ასპექტებზე. Talk show კვირის ეკონომიკური ანალიზი ვახტანგ ჭარაიასთან ერთად.